შენიც სპორტის საახალწლო ედიშენის ფინალური ეპიზოდით გიბრუნდებით უკვე იცით რომ იუთუბერები იღებენ მონაწილეობას და ალბათ ისიც იცით ვინ არიან ფინალში ჰანგრიმენი ჰამაკის წინააღმდეგ სანამ ბიჭებთან გადავალთ და ამ წინა საახალწლო განწყობას გავიზიარებთ მათგან მანამდე შეგახსენებთ რომ ჩვენი წარმდგენია ბეთლაივი მე კი ზაზა ვარ ამ გადაცემის წამყვანი და მეგობრებო როგორ ხართ და როგორ გრძნობთ თავს მე როგორც ვიცი ჰამაკი ჰანგრიმენია ჰამაკი ჰანგრიმენის წინააღმდეგ ხო პირველი ჰამაკია ორივე ფიზზე როიწყება ეს საინტერესო სპორტია ძალიან საინტერესოა აი კარგია როგორ ხართ აბა ახალწლამდე რამდენიმე დღით ორივე ხაზზე როგორ ზრდება მადლობა გოზინაკი გვიყვარს ისევ წელსაც აჰა მაგრამ ფიგურაზე ვზრუნავთ და ხოლოდან განსხვავებით ნიკოლოზ ვასაძისგან ძალიან კარგი ხარ აი ფიგურაზე იყო საუბარი რა თამაში უპასუხებ ეხლა ეს ბრძოლა არ წააგოთ აქვე თორე აქ არ ვეთქვი არა ვასა გეხმეთე პლატფორმა არ ჩაგიტყვი გოჭის ნაცვლად დავიდებ სუფრაზე სულ მალე ხანმაღალი თამპუტკუნა ავიცი არ ვიცი აი ბიჭებო როგორ გოჭის მაგივრად დაგდებ სუფრაზე კიპონი არ მე უთხრა ჩემი ხო და შენ უთხრა რომ კაი გამოჩნდა აი სამოჭერით და თქვი დავა ეს ბიტბოქს კაი მეგობრებო პირველი რაუნდი გახსოვთ ხო როგორიცაა ვინ იქნება დღეს მოპასუხე ჰამაკიდან თქვენი მოპასუხე პირველ რაუნდში თუ მინდა ქოროს დავუთქო მაგრამ თუ არ უნდა რომ დავუთქო ვიქნები დახმარება შეგიძლიათ ხო გახსოვთ გითხრობ გიორგი არა თუ გინდა ქორო არის მოპასუხე ქორო ჯუბია ჰანგრიმენის ნელია ცოტა თორე ჰანგრიმენის პირველი რაუნდის მოგიმენში მოპასუხე ვასამ ისე ითამაშა ის 12 ხოლმე ისე კარგად აიღო რომ ისე ვასა იქნება ყოველთ მაშინ ქორომ და ვასამ ჯეირანით გადაწყვიტოს ვინ დაიწყებს რა ეხლა დღეს გაითვალისწინეთ რომ ჭადა მაგრატელი გვაქვს ჭადა მაგრატელი კარგი ჭადა მაგრატელი მოდი ჯეირანი ჭადა მაგრატელი მოიგეს და იწყებენ ერთი გააკეთა მაინც დაარღვია მოიგეს და იწყებენ განდაბა თქვენი წავთ ვასა შენ აგონია დამბეს დოქშითი ხარ მაგ ეს არ შეიძლებოდა მოკლედ პირველ რაუნდს იწყებს ჰანგრიმენი მეგობრებო ჰამაკის გუნდს თხოვ ჰამაკის გუნდს თხოვ ერთი საფეხურით უკან იქეთ ბაჟა უმისმით ვერ გადაგიღები თქვენ აქეთ უყურებთ ეკრანს აი მაინც რა კი ცოდნი ადამიანი ყურადღებით ეკრანთან გუგა ხო იცი გუგა ერთად ბასა ხუთწამიანი countdown-ი ერთობა გისურვებთ რომ მეტი სწორი პასუხი დააგროვოთ ვიდრე წამზომი ჩაირთო ვიდრე წინა შედეგი იყო ჩვენ მოგვისმენთ ჩვენ მიდი ბიჭო ამათი მოსაგები სად არის ეს არა ქვია კანტე კანტე ხო აი სად გავიჭე წუხელი ტოს კი ბატონო შენ გააზრე ჯინობლი ის არის ისეთ ეს დანავაით კი ბატონო ჩემი ძმა ხარ ბიჭო შენ შეგიძლია გიგზი ისინერი ის არა ქვია პეპერეინა ვაფშე ვერ ვიცი მარსელ იბალა ჩაიგდით რა ქვია კულფი თქვი სამნი არის როუზი და როუზი შემდეგ როუზი როდმანი როდმანი კი არ ჩამოგვიჭირე და როუზი ესა მაგრეგორ მაცა ვინ არის არ შემდეგი ლორიცკა ხო დაიხარე ვესბურგ საშენ რაუნდი კაი შები იხვის და დრო ამოიწურა რა სიტყვით ჩემს პროგნოზთან თქვი დაკავშირებით მივიღეთ 14 ფურა ცუდი 14 ვარმა გადაამოწმა მაგრეგორის ამბავი და ამ ქულას ჩვენ ჰანგრიმენს უთვლით yes კი არ დაგვიმბატეს ატაკაკლეს არა 14 მაქსაიერი მეტია ჩვენთანაც ხო თქვენ ჩემი ფსონი თქვენთანაც 14-ია ვიტყვი მაქსაიერი რატო თქვი არ ეს არის წინა საახალწლო საჩუქარი უკანონესი მადლობა თქვენს კამპანიას ეს იყო ნიკას მეცება უკარო გადავედით უკან გადავიციოთ თუ შეიძლება და ჰამაკის წამზომი ჩაირთვება რაც მე წარმატებას გისურვებთ ბასტოს საერთოდ არ აინტერესებს ჩემი წარმატება მაგრამ წამზომი ჩაირთო დაჟე ვიღადაო გინდა ბიჭებო იქით ეკრანს რო შეხედეთ ბრუნო ფერნანდეში ფუჩი მიულერი შაკელონი მეორეების შუადულია დეიონგი ნელა კეთილსა ის მაგარი მარი მარიამი ანრი კი ვისა ერი შეჭე ერი თქო ფოდენი დროგბა გურული პარკერი ზაგიჯი ეს არა ქვია კიმიხი ვალვერდე
პოგба. ხო პოგბა. დონჩიჩი. ისა ვინსენტ კომპანი. ადესანია. ტერ შეგენ. ჰაზარდი. ჰაზარდი. ისა სილვა. მალე. ვილიამსი. დრო ამოიწურად, მაგრამ საუკეთესო შედეგია. იმ სირთულისთვის რაც წინა გადაცემებზე. 19-14 ანგარიში. არაფერი. იმის ფაუზე რომ ვიცით მესამე რაუნდში და ბუმია ქულებს. დიახ. კარგი. წავიდეთ მაშინ მეორე რაუნდში, სადაც 3 მინი თამაში გველოდება. პირველ მინი თამაშს, აბა რა ქვია თუ გახსოვთ? ლირილი ლარილა. სწორია. სწორია, ახსოვს კაცს. პირველი მინი თამაში ასოციაციობანა, სადაც გამოვა 5 მინიშნება. პირველი მინიშნებით გამოცნობა 5 ქულა, მეორეთი 4, მესამეთი 3, მეოთხეთი 2 და ბოლოთი 1. ზართხართ. პასუხი დასწრებაზეა, გამოსაცნობია საფეხბურთო კლუბი. პირველი მინიშნება ეკრანზე. ნოტებს ვერ ხედავ ნიკა? რა მუსიკა იქნება? გოგა შეგიძლია გვერდზე გაიხედო. თუ ეგრე ძალიან გაინტერესებს. დოძიეს მიბემო ის არის შეჩი. კაი, 5-მდე ვითვლა გადავდივარ 4 ქულიან მინიშნებაზე. 1, 2, 3, 4, 5. 4 ქულიანი მინიშნება ეკრანზე. თუ ავაციეთ გვაკლდება ხო ეგ 4 ქულა? არა. ოი მამაჩკი, რა მაგარი მინიშნებაა ჩაქსოვილი. რისკავთ. ვარი მჭირდება. რა ვარი გჭირდება იმის აჩი ხო პირველი. კი. კი ბატონო. ჰამაკი იყო პირველი. ესე ვიტყვი რა. აბა, რახან აუზია. კი. არ ვიცი შეგით ერთი, მაგრამ შესაძლებელია ოლიმპიური აუზი იყოს და შესაძლებელი იყოს ეს ლიონი იყოს გუნდი. ლიონი არის შენი პასუხი. დიახ. ოლიმპიი. აუ მართალია. ორა საინტერესო პასუხი იყო. და არასწორია. და ეს პასუხი არასწორია. ჯანდაბა! აია. ჩვენ არ ვამბობ? დააჭირეთ. კი, დააჭირეს. კი, დავაჭირეთ. დაგვასწრო. მაგრამ დააჭირეს. ბიჭო, მე აბა გისმენთ რატომ მეგობრებო. მქონდა იცი? აბა რა ბიჭები ხარ? სერებს გავს ტრიბუნები. ეგ ვიფიქრე რა, არა, ტრიბუნები. ტრიბუნები თუ ამინიშტება. ის არის რო აქ ის არის პროსტა აქ. ოლიმპიური აუზი. მე ვიცი რა. ჩვენ გვეგონა რომ ის არის იყო ტრიბუნებზე. ვაიმე მეორეც არის ეგეთი, ხო? აი, ვიტყვი. ოლიმპიაკოს. ბიჭო, ვიტყვი რა. მედი. იცი მითხარ? ვი, მალე თქვი. რატო? ვაჟა ხარ? ნახე, უკან ნახე. რატო ვფიქრობ შენ? არა, იმენა, ნახე უკან ნახავ არ არის მარცელი. ბიჭო, კაუჩ PSG ვთქვათ, მოდი. ჩემპიონთა ლიგაზე. თქვა PSG გაუვლის. PSG. აი, შეიძლება. ზარისკიანები PSG. დაფიქრ. ვაფიქსირებთ? მარსელი მგონია მე. ხო არ არის, ხო მარსელი. კაი, ეხლა ნახე. PSG. მარსელი. გაინტერესებს PSG-ზე პასუხი? ეჭებო. გესაუბრებად. ადამიანს. წამყვანი არის სენ-ჟერმენი ამ შეკითხვაზე არასწორი პასუხი. მარსელი ხო არის. მოდი გავხსნათ მესამე მინიშნები. ჯიბილას ისე იქნება. რასაც მარსელი, აბა. ბიჭო, მაგასო ოლიმპიკი და მარსელიც არის. რა დებილი ვარ. მარსელი ხო გითხარი ერთი მარსელი. შეკითხვაც მაქვს. საფრანგეთის ჰიმნს იცით რა ქვია? ეი, მარსელი რა. ეგ იყო საფრანგეთის დროშა, საფრანგეთის ჰიმნი, ოლიმპიკი და თელი ამბები. რა ლოგიკა მქონდა პროსტა თქვი? მაგარი და ძალიან გულწრფელი. ოლიმპიური აუზი იყო ისა. ოლიმპიკი. ოლიმპიკი არა. იკითხებოდა ბიჭო, ხაერში. ვაგრძელებ ნახე თუ თამაშს. არა? ქულები დარჩა ისევ ისე, სამწუხაროდ. გადავდივართ მეორე მინი თამაშზე. სადაც თამაშდება 5 ქულა. მეგობრებო, თქვენ გეძლევათ თითო წუთი. ამ მინი თამაშს ქვია ყველაზე. მოკვეთავთ შენ თამაშიდან. ვაჟა. მეორე რაუნდის მეორე მინი თამაშიდან მოიკვეთავთ. ძალიან დამღრა. ცალკობისთვის. ყველა უმრავლესობას გვაწყობს. ხო. ქონოსაც მოკლედ, ეხლა ნახეთ რა არის თქვენი დავალება ამ მინი თამაშზე. 1 წუთში უნდა დამიწეროთ 5 სპორტსმენი, რომლებსაც სანამ არ ვთქვათ წამზომი ჩაერთო, მანამდე არ ვწერთ. Instagram-ზე ყველაზე მეტი გამომწერი ყავთ მესის და რონალდუს გარდა. მოქმედია არ არის, მოქმედი მნიშვნელობა არ აქვს. ფეხბურთელია სპორტსმენი. სპორტსმენი, წამზომი ჩაერთო. ისე ხო იქნება. არა. არა? გირისტა წევი. ეს პირველი ეს შემოვლა. დაიკიდე იყოს ეს. დაწეროში. ბიჭო ის რა ქვია. რატო რა? ეკითხები არიან ზოგადად. ისა შეჩი მოდი სპორტებზე ეს. რა შეიძლება დავწერო. 30 წამი დაგვრჩა. კი, არის ისა.
გუჩი ხო? მე ვიცი რომ ერთად ამაზე არა. ნუ იმას ზოგადად 15 წამი დარჩა მეგობრებო. კარგად. აუ ესე ალბათ ჩავერთებთ. ეს არის მოქმედი? არა აქვს მნიშვნელობა. არა აქვს მნიშვნელობა. ეს არ იქნება საფური არა. და 3 წამი 2 1 ჰენდე ხო? აბა ხელები მაღლა მეგობრებო. დებილობა იმედია 5 გეწერია თორევეს. კი, მაგრამ ვეწერია, მაგრამ ჩვენ კარგია. თანს აუ ბოლო მგონი მაგარი გავცი. ძირითადად ვიცი რომ არის UFC-და, მაგრამ ვერ გავიხსენე ვეღარ. სპორტსმენები თუ პირველი ვინ მეწვის პირველ პასუხს. სპორტსმენები. აი, ეხება ცელქობა რას იწვევს? არა, ეს ხო არ ცელქობდა, ამან უკვე ვერ დაიმახსოვრა. კაი. აბა დავიმახსოვრე. პირველი პასუხი მითხარით? თქვენ. ძალიან ცუდი პასუხები გვაქვს ჩვენ და დავიწყოთ ნეიმარით. ჩვენც დავიწყოთ ნეიმარით და ნეიმარით. მართლა? ნეიმარი ცუდი პასუხი გონია? არა, ნეიმარი კარგი არა, პასუხი. ნეიმარს ჩემი აზრით, მან ნეიმარზე მაგარი პასუხი არ ეხება. და მაშლევინებდა არ ტიპი. არსებობს. ორივე მიაწერეთ 231 რა მილიონი. გინდა შეაბადო? აუ, რატო არ წაშალეთ? ხო გაშლეხული. ძალიან ცუდი მიწერია 2. ხოჩან ისე ორივე რომ ნეიმარით დაიწყეთ. მეორე პასუხები მინდა. კონორ მაკგრეგორი, ბელინგემი მიწერია. ჯუდ ბელინგემი. ბელინგემს ეყოლება სერიოზული ბრძოლა იქნება ეხლა? 11 მილიონი. ბელინგემს მიაწერეთ მაგარი გიწერია. 41.5 მილიონი. რამდენი ყოლია? ჩვენ ყავს მაგასვე მეტი ეყოლება. 66-7. კონორ მაკგრეგორს 46.3. ცოტათი. ჯერჯერობით ჰანგრიმენი დაწინაურდა. აიკედება. 46 და 46 და 3. აუ, იმას ლებრონ გვიან ჯეიმს. მურად. ხო, მე მარტო ფეხბურთელები და ვინ არის თქვენი მესამე? ოგბა. ოგბა. ლებრონ ჯეიმს. კარგი. დაუაზრო დაპირისპირება. ბოლო 2 გვიწერია საშუალო. მარსელიც როგორ გაუმაზე. ბოლოური როგორ შედერები. ეხლა ნახე, პოგბას მივაწეროთ 65.1 ოგბას მე ჩაიჩებოდი და არ მიწერდა. ნამდვილად ბევრია. ლებრონ ჯეიმს ეყო ლებრონ ჯეიმს მივაწეროთ 158 მილიონი. დებილობა მომი. წესით მოვუგებთ. თქვენი მეოთხე? რონალდინიო და მე მგონი ყავს 38. რონალდინიო, ვინ არის თქვენი მეოთხე? ფედერერი. ფედერერი. ფედერერი, ჩემი საყვარელი 12,000 სპორტსმენია, მაგრამ ვიცი და ერთიანით იწყება და ორნიშნაა. არ არსებობს. 1.4 ყავს და რონალდინიოს ყავს 38 მილიონი. თუ არც. 78 მილიონი მივაწეროთ რონალდინიოს და ძალიან ასწრებთ ეხლა. წავაგეთ ხო იცი. ძალიან როგორ ვასწრებ. იმიტომ რომ ჩემთვის გასაკვირად და სამწუხაროდ რაღაც ფედერერს ხომ და 13 მილიონი ფოლოვერი ყავს. 73? 13 არა მაშინ მილიონი. წავაგეთ. არც როგორ და წავა? მითხარი თქვენი ბოლო სპორტსმენი. ბეკემი. დევიდ ბეკემი. დევიდ ბეკემი უეჭველი. წავაგეთ. ბოლოს ანცოდი მიწერია რა. ვერ გავიხსენე ვერაფერი და ყვარა. ჯოკოვიჩ ნადალი ნადალი დავწერე. ნადალს ყველაზე მეტი ყავს ჯოგურთელებს შორის, მაგრამ ბეკემი არის 88.4 მილიონი. ძალიან ბევრია. ერთი 60 მილიონს მინიმუმ იგებთ აქ თქვენ. 25 უეჭველი იგებთ 60 მილიონს. რაფაელ ნადალს 21.3 მილიონი წავაგეთ. ფოლოვერი. მინუს თქვენ დათქვით ვინ მოიგო ეს რაუნდი? ჩვენ 200 ცუდი მათემატიკით. სადაც. მოვიგეთ ხო? 200, არჩე 30 მილიონით მოვუგეთ. ხო რა რაღაცა. მოკლედ, ვარი. შედეგები არის ასეთი. 469 მილიონი დააგროვა ჰანგრიმენმა, 504 დააგროვა ჰამაკმა. რაც იმას ნიშნავს, რომ 5 ქულა მოემართება სიგიჟე. თქვენი გუნდის. გილოცავ ბიჭებო. საერთო ჩათვლაში ანგარიში ხდება 24-ით 14. 10 ქულა არაფერი. 1 მილიონი ეხლა სამი გამოვიცნოთ. ეხლა ვათამაშეთ პოტენციურ 6 ქულას მეორე რაუნდის მესამე მინი თამაში. ბიჭებო, რამდენ რანგარიში 24. 10 ქულით გისწრებთ, რაც უკვე კაია, იმიტომ რომ მესამე იმაში აკულიან კითხვები. ჩემ აქამდე მივიდეთ. მეტი ეკრანზე გამოვა პორტრეტი, რომელიც დაყოფილია 3 ნაწილად. ხო გახსოვთ? სახის ზედა მესამედი და სხვა დაჭერაზე. ეკუთვნის, არა. შუა მესამედი სხვა, ქვედა სხვა. წინაზე გამოვიცანით ერთ წამში. ერთი წუთი გეძლევათ ორივეს, ეხლა ვერ გამოიცნობ ერთ წამში. შეხედეთ პორტრეტს და წამზომი ჩაირთო. არა. კი, ნუ მომეკამართები რა. არა. ეს ვინ არ არის შეჩემ. ბიჭო წვენი რო არ იყოს ტუჩები წინენა ის. რატოზე და არა ეს. იგა. რა იცი? ბიჭო, ეგრე მგონია რა ვიცი. რატო გადაწყვიტე? გაანებეთ. მაიც ერთსა. ეგ არის. კაი, მესამეც ეგ არის და. შუა ვინ არის? ძალიან მეცრება შუა. ბიჭო, ყურებით შუასია ხო? ნუ კესო. პირველი ვინ შუა ვინ არის? ძალიან მეცნობა. ზოლა ხო? ბიჭო, ვაჟა.
10 წამი დაგვრჩა. კი. ოუ, ქსიო ხო არა. შუა რა. ფეხბურთელია ყველა? კი. ფეხბურთელი. ხოლმე ვისია. ორი წამი. არ ვიცი. 1 წამი და შედეგები მეგობრებო, დაუბრუნდით პოზიციებზე. შუა ვინ არის? არ ვიცი შუა, ის ორი ვიცით ჩვენც. შუაში ვინ ჩაწერეთ? მეგობრებო, ვინ არის? არა, მე მითხარით, ეგ ერთმანეთს არ უთხრათ. ვინ არის ზედა მხარეს? ბუდუ. ზივზივაძე. დიახ. ეს სწორი პასუხია, 2-2 ქულა, ორივე გუნდს. ვინ არის ქვედა მხარეს? ჰარიკენი. ორივე გუნდს სწორი პასუხი აქვს. შუა ვინ არის? აი, ვინ არის შუა? აი მე ლიგა ქართველს გავს. აი ვიცი. შუა ფოდენი გვიწერია, მაგრამ არ არის. ვიწერია არა, მე არაფერად მიწერია. აბა, მაშინ თუ გინდა კიდე დააკვირდეთ. ჩვენ გვიწერეთ იბალა, მაგრამ არა. არა. კაი, არც ერთი არ არის სწორი პასუხი. ფოდენი იბალას. უფრო ვიდრე იბალა. ხო, ფოდენი გუნდში უფრო თამაშობს ჩემიასთან ვიდრე. ეგრე რა. ბარსელონაში თამაშობს. აუ არ მითხრა ეხლა პედრი არ არის ესა. პედრი არ არის ესა. გამოუტანოთ პასუხი ეკრანზე. პედრი არ არის ესა. პედრია ხო. კაი. ბარსას ფანი მაინც არის, მით ძალიან უხერხულობდა უხერხულია. რანაირი პედრია? ძალიან უხერხულია ვიცი. ტრანსპორტოლებული პედრია. სანამ მესამე რაუნდზე გადავალთ, ანგარიში უნდა გითხრათ, მეგობრებო. აუსტა რატო არ დაწერა 28-18. არ გავს თქვა. ერთი ქულით. ძალიან კარგი. მოკლედ ვიწყებთ მესამე რაუნდს, რომელიც აი ქულებით არის დახუნცლული. მე შეგახსენებთ, რომ ჩვენი წარმდგენია BetLive. ანგარიში გვაქვს 28-18 და სანამ კატეგორიებს გავაცნობთ ბიჭებს, გვეტყვიან რა უნდა გამოიწეროთ და დაალაიქოთ. რა თქმა უნდა, ბილაივის YouTube არხი. ძალიან დიდი მადლობა. კარგი, მაშინ ნახოთ როგორია წარმატებები. სპორტპედიას, ანუ შენიცი სპორტის მესამე რაუნდის დღევანდელი კატეგორიები. შემეცი სპორტი. ძალიან საინტერესო კატეგორიები. ასე ჟღერს. ასუხები კითხვებში, პოკერისტები ჩემპიონთა ლიგაზე და ერთი გუნდის ერთგულები. ამ რაუნდს ჰანგრიმენი იწყებს. მოდი ავიღოთ ერთი გუნდის ერთგულები. მე უყურებელ აქტივებს ერთი. კაი. ერთი გუნდის ერთგულებიო ნიკა. და 20 ქულია. ერთი მეც მაგას გუნდის ვიღებდი. ერთი გუნდის ერთგულები 20 ქულიანი შეკითხვა. ყურადღება. პოკერისტები რა თქმა. ბევრის აზრით ისტორიაში საუკეთესო მძიმე ფორვარდი. როდესაც ამ ტეხასურ ფრენჩაიზზე ვსაუბრობთ, შეუძლებელია პირველად ეს თავმდაბალი კაცი არ გაგვახსენდეს, რომელიც მთელი 19 წლიანი კარიერის განმავლობაში არა სტატისტიკისთვის, არამედ გუნდური წარმატებისთვის იბრძოდა. ამერიკელია? ამერიკიდან თამაშობს სადმე სხვაგან? არა, გუნდი იქნება ეგეთი ალბათ. ანუ რა. გუნდი იქნება სავარაუდოდ ფრენჩაიზი, ანუ ფრენჩაიზი ანუ ტეხასიდან ჩამოტანილი ევროპაში? არ ვიცი, მაგას მოიწ. თუ არ შეიძლება. ზიმეთრული კი. სათამაშო. ენი? იმაში რა ქვია. აი დამანებით წამი. და სწორი პასუხია ერთი წამით ძიმე ფორვარდი ვარ კენიარებზე. ვიღაცა ვთქვათ, მოდი კაი რა. ეს ფორვარდი უნდა იყოს დიდი ალბათობით. კი, თუ გინდა კიდე დაამატე რამე სიტყვა. ბიჭო, ვინ არის ეგეთი ტიპი რა? ძიმე ფორვარდი ვინ? რა თქმა უნდა შეიძლება ვწდებით. ტეხასური ფრენჩაიზი. ეს არის ვინ არის თქვი? კინი. რა არ არის ძიმე ფორვარდი. კი, კაი, ერთი შეკითხვა მაქვს. ფეხბურთში რამდენად ხშირად გაგიგიათ, აი მაგალითად კომენტატორისგან მძიმე ფორვარდი. აი რას ეძახით, აი მე რო ვიყო მძიმე ფორვარდი. მძიმე ფორვარდი რომელ სპორტშია? არ ხო და ლუკა წონას აღნიშნავთ ხოლმე. ფეხბურთი. კალბურთია მძიმე ფორვარდი და სწორი პასუხი არის ტიმ დანკანი. გავიაზრე. მე გეუბნებოდი კალბურთი. რთული იყო რა. რა ქვია ამ გადაცემას? შენიცი? შენიცი სპორტი, შენ ისე რა. მე არ ვიცი. ამაკის ჯერია. აუ, ფეხბურთი. მაგრამ დანკანი არ გამახსენდებოდა. არც მე. მიუხედავად იმისა, რომ რატო გადავწყვეტ? დანკანი ძალიან მიყვარს. თქვენ საერთოდ არც სან გახსენით. ანტონიოს კალბურთისკენ გზა არც გახსენით. სან ანტონიო. აბა, ეხლა ვიხდი. ხო, ვაფშე ვარ. ხო, აირჩიე და მე ვიფიქრებ რა. შეგიძლიათ 10-იანებს შევუტიოთ. პოპოვიჩი გიხსენებია. კი, შეგვიძლია. მიდი, ათიანს რო შევუტიოთ. მართლა. გავიდა? მოდი იყოს 10-იანი პოკერისტები ჩემპიონთა ლიგაზე. ხილია ბიჭო. წინდა ხედული ბიჭი ამაცა. წავიდა. არ ვიცი ეს. პოკერი ხომ განსაკუთრებული მოვლენაა, მაგრამ როდესაც ამას ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში მადრიდის რეალის წინააღმდეგ აკეთებ, ეს საერთოდ სხვა სირთულის მიღწევაა. დაგვისახელეთ ფეხბურთელი, რომელმაც ეს ყველაფერი შავ ყვითელ ფორმაში შეძლო. და მალე ბროწეულსლის პერფორმანსით შეძლებს რობერტი. ლევანდოვსკი. ლურჯ
ბროწეულის ფერის. ეს მე მომწონს. ეს მე მომწონს. იმედია, გთხოვლევან. არა, არ მომწონს. ეგ უცებ ისევ ბაიერნში მეგონა. რობერტ ლევანდოვსკის სწორი პასუხია. 20-იანი დავიშეკო. 38-ით 18 ხდება ანგარიში. ოკერისტი რამდენია აგვერევა ვერ აი გამოიჩინე. იყოს. პოკერისტი იყოს რა. ბიჭო, არ არის ბევრი. 20-იანი, არ ვიცი. მე ვაფშე არ მახსოვს. პოკერისტები ჩემპიონთა ლიგაზე ბიჭო, არ ვიცი ბევრი. აი ლევანდოვსკი ვიცოდი რა, ერთი ეგ ვიცი მე მგონი. როგორ ხუთიც აგვერს კატანელი. არ ვიცი გუგა. აი, პასუხები კითხვებში. ო, ჩემი საყვარელი კატეგორია. რომელს ვერჩევთ? 20. 20 ქულა. აბა წავედით. ჩემი აზრით ამ კატეგორიას რო ნახავთ, მე ისევ ამას დატოვებთ. როდესაც ამ დუეტს ახსენებს, შეუძლებელია არ გაგახსენდეს იანი და ინი. ეს ტაროს კარტსაც რომ ვკითხო, იგივეს კი პასუხებს. ჩვენ არ გთხოვთ დაგვისახელოთ დუეტის ორივე წევრი. დამისახელეთ დუეტიდან მეორე, რომელსაც მუნდიალზე უმნიშვნელოვანესი გოლი აქვს გატანილი. პასუხი არის კითხვაში. კითხვაში პასუხი არის. კითხვაში არის პასუხი. და აი როგორ არის პასუხი? პირველ კითხვას რო გავიგდოთ, მე უფრო მიხვდებით. რა მინუსია შეჩემო უეჭველი. იპარავთ. აბა რა თქმა უნდა. ოპა. იანი და იანი და იანი. არა, ბიჭო, ερμე ვიხარ გამომაშტები. ტაროს კარტა მაგაში უეჭველი, ტაროს კარტა შუაში მაგაში. ძალიან ჩუმად რა რაღაცა. ამინაკრო. და იმ სახელები. მე ის კი ამინდა, просто პასუხი შენეთ სული როდის ვეთქვეს სწორ. ხედავ ისე შენ პასუხს კითხვაში? კითხვაში ხედავ? კითხვაში თლიანად რა თქმა უნდა. ხო, რა ხოჩა. ჯერ ვცადოთ და თუ არ გამოვაწყო, არა, თქვენ უეჭველი. მეგობრებო, თქვენი პასუხის არაფერს არ კარგავთ. არაფერს არ ყველანაირი კარგავთ. დროის ლიმიტი ამოიწურა, ზუსტად 25 წუთია უკვე გიცდით. აზე არ. მართლა უკვე 29 დეკემბერი. ეს რა ქვია? ეგრევე არ ვინ? არ ვიცი. ვიღაც ტარო. არა ვიცი. ვერა. პასუხი არ გვაქვს და იპარავს ჰამაკი პოტენციური -20 ქულის პერსპექტივით. ხო, რა, ყველაფერი ემთხვევა რა, მუნდიალზე ფინალში გაიტანა გოლი, ხავი და ინიესტა არის, ინი და იანი და ინი ხავი ინიესტა არის. არა, ინიესტა ჩემ პასუხი გთხოვე. ინიესტა შენ? მაჩვენე ინიესტა საწერია. ინი წერია. გაგრძელებას რა უწერია? ესტა. აბა რა? ვაფშე. ინიესტა სწორი პასუხია. მეგობრებო, გაიაზრეთ თქვენს ეს შეკითხვა შემდეგ ჯერზე. ინიესტა. პასუხი წერია ყველა ამ კატეგორიის 20-იანი შეკითხვაში. ყო თუ 10-იანი? ეს ხო ხუთიანი შეკითხვა 58-18. წავაგეთ არაფერი, 40 ქულა ხო სხვაობა? კი. არაფერი. არა, 10-იანი. 10-იანი უნდა იყოთ ბიჭო. იგივე 10-იანი. აბა რა, თუ ნაღდი აიფონი და პრესტიჟის დედაცვა. 10-იანი აიღება. მიდი მართლა ჩაიგე ჯიბეში. იყოს პასუხები კითხვებში 10. ჩვენ უნდა თქვენ დავიღოთ პასუხი. პასუხები კითხვებში 10 ქულა. აუ ბიჭო, ხედავ. შეიძლება სუბიექტურობაში ჩაგვითვალოთ, მაგრამ ვერ ხვდებით, ვინან რის გამო შეიძლება არ დაასახელოს ის მეტოფეების ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი. ხო, ანრი, ანრი. ვინ ანრი? აი, აქ უკვე სად არის მართლაც ანრი პასუხში. ანრი. აუ, იციან ყველაფერი, 10 ქულა. წინასწარ ხო გვითხარი ანრია იქონაცო. 78. ხო გვეჭვადა. აუ 67 მაინც. და ეხლა პასუხები კითხვებში 30 ქულა. ჰანგრიმენს მინდა უთხრა, რომ ყველაფერი წინ არის. ნახეთ, რამდენი ქულაა დარჩენილი. შენ თუ გინდა კითხვაზე ფიქრი, ან მე ესე ყველაფერი წინ არის გავყვები კამერა და ტელევიზორიო რა პროფესიონალურად. 120 ქულა გვაქვს წინ, სხვაობა 50 ქულაა. პასუხები კითხვებში ყველაზე რთული ნომინალის შეკითხვა. აპენინელი გულშემატკივრებისთვის 1994 წელი მძიმედ გასახსენებელია. ახლანდელი ნაკრების ფეხბურთელებმა ბურთთან მისი ბოლო შეხება ჯობია ხშირად არ გაიხსენონ. თორემ ვინ იცის, შეიძლება კიდევ ერთი მუნდიალი გამოტოვონ. აუ რა ხელა სტრესია აქედან. დაგასწრეთ. კიდე 25 წუთს დაგასწრეთ, როგორც წინა შეკითხვის. 25 წუთს ხო? კი. მე დაჟე არ ჭირდებოდა პასუხი კითხვაში, თავიდან ვიცოდი და ცოტა. აუ, აქ ვიღო 30-იანი, რა დეგენერატები ვართ რა 10-იანი. არის. იცი? რა ფორმაშია ჰამაკი? მე ესეთ რაღაცებს ვიждები ესეთ თამაშებს. თუ გინდა არ რაც კრიკეტზე მათამაშებს. თან აპენი. ზევითან. მოიცა? წავიდეთ ნელა პასუხისკენ მეგობრებო. ქორო შენ არ იცი ისე უყურე. არა, არ ვიცი და ვეძებ. მარტო ბასტოა ბედნიერი. ხო, მაგით არ მეკითხები, მაინტერესებს. 14 წელს
1990 წელს კაი. მუნდიალზე. უნდა მივიღოთ თქვენი პასუხი. გავიდა ისე 24 წუთი. რობერტო ბაჯო. დედამატირე რა. კამა, საწერია რობერტო ბაჯო. აი სადღაც შეხება ჯობია რა. ნახე, შეხება ჯობია. თან მივიღო მაგარია. გენიოს. გუნჩი ვინ გავს? ვასა გუნჩი ხედავით ხო? კაი. გენიოს ასღაც. ჯუგა 30 კულა ჰანგრიმენ 68 58. აგვიღო ბიჭო 30-იანი. როგორ მოგეწონათ ეს კატეგორია? კაკ მეოთხეც გამიხსენი 70 კულიანი. კი ბატონო. როგორ გამოიცეთ? დაინახე. სიტყვას ვეძებდი ხო? დაიპოვე ბაჯო? ფეხბურთელის მე კიდე 1999 წელს მუნდიალზე იტალიელი ვინ იყო რაღაცა. შეხება ჯობია. 20-იანი. ბაჯოთან სახელს არ ეწერე. იმენა ბაჯაღო. პოკერისტები პროსტა არ ვიცი, ვერ ვიხსენებ და წავალ. პოკერისტები ჩემპიონთა ლიგაზე 20. ოკერისტები. 20-იანი აგვიქეს რა. ძალიან რო დაიძაბა მდგომარეობა მაგას ვაფიქსირებთ ხო? რა წოთა მაკლდა. ჩუ არ გახსოვს. პოკერისტები ჩემპიონთა ლიგაზე 20 კულა. არც ისე დიდი ხნის წინ ამ ადამიანის გაწურთნილი გუნდი ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვიხილეთ. მისგან განსხვავებით ბომბარდირობით არ გამოირჩეოდა, თუმცა ფეხბურთელობისას ჩემპიონთა ლიგაზე პოკერის შესრულება 2000 წელს მარსელის კარში შეძლო. დაგვისახელეთ ამ პიროვნების ვინაობა. ხორო, რამდენი წელი იყო 2000 წელს? 3-ის ვიყავით ორივე, 5 დღით დიდი ვარ ვაჟაზე. პატრაღლაპი. ბიჭო ეხა უყურე. მიდი გაიხსენე. ერთ წამს არ ზედიაზე ამ ადამიანს აწაბრთნელი გუნდი. 2000 ამეტანია. მაგრამ ვინ არის თვითონ ეგეთისა? გაიხსენე. გუნდების მწვრთნელები ხე ჩემპიონთა ლიგაზე მის იყო. ის ფინალი მოდი ერთ-ერთი. ვისი ჩემპიონთა ლიგის ფინალში. მარსელის გარდა. ბიჭო დაანო მაგას ჩემპიონთა ლიგის ფინალში ვინების იყო იმითი მწვრთნელები. მე რა ვიცი. მოგod მარსელს უნდა ეთამაშებინა. ბიჭო იგი მაგის ძმა თამაშობდა 2000 წელს. ვინები იყო ჩემპიონთა ლიგის ფინალში? მოგაიგე მოგდემა. აბა, როგორ არის ვარიანტები? რა ვარიანტები? ხომ არა. კი, გადაკოცნე ისე არ იქნება სწორი. გადაკოცნე არ იქნება სხვანაირად სწორი პასუხი. სწორი პასუხი გვაქვს. არა, უეჭველი ეგა შანსი ეს თუ არ არის, აზრი არ აქვს მაშინ. სხვას ვერავის ვერ მოიფიქრებთ, ეს არის ინძაგი. მილანის ინძაგი. ლოგიკურია. ფილიპე ინძაგი. ეგ არის უეჭველი. პიპო ინძაგი. მაგას ვიხსენებდი რა. პიპო ინძაგი. სწორი 100% სწორი. მილანის ინძაგი. აი გამახსენე. პასუხი მიღებულია. პასუხი მიღებულია და მინდა გითხრათ მეგობრებო, რომ ეს პასუხი არის სწორი. არის არასწორი. იტყუები. შანსი არ არის არასწორი იყოს. მხოლოდ და მხოლოდ ერთი სიტყვა შეგეშალათ. რა? სამწუხაროდ. ეხა 20 კულის მოსაპოვებლად თქვენ გამოგრჩათ სიტყვა სიმონე. ეხა სწორი პასუხი იყო სიმონე ინძაგი. სიმონე ინძაგი. ყველანაირად სწორად დახვედით, მაგრამ ვაიმე რა ნახე, შეკითხვა კარგად წაიკითხე აბა. ბიჭო ეს რა შუაშია? ეს შეგიძლია კარია, შეჩემა გავთანაბრდით. ფინალში, ყვარავი იყო ეხა ფინალში ინტერის მწვრთნელი ვინ იყო? არა ვიცი ვინც იყო კაცო სიმონე ინძაგი პროსტა მე ვინ გაიტანა რამე, პოკერს სულად მაგას ხო არ გითხულობ? სიმონე ინძაგიმ გაიტანა პოკერი? დიახაც. სიმონე ინძაგიმ გაიტანა? მაგას სიმონე. სიმონ, რა ვქნათ? აი ჩვენი რა ბრალია. ესე თუ მოვიგებდით. რას ვიგებ შეჩება? დაბრუნდით ადგილზე. 30-იან და 10-იან და ეგ არის. 10-იანი ამას უნდა გამოიწვია. 30-იანი. 10-იანი უნდა ავიღოთ ეხლა. და მე 30-იანი შეჭი. მართლა? მოიცერთა ეხლა 10-იანი, მე 98 და 30 გრჩება. ამ ადამიანის გაწვრთნილი გუნდი რო იყო ეგ უნდა გამომეცნო და არა მაგის ძმა ხო? როგორ გამოიწვია? ერთი გუნდის ერთგულები 10-იანი. რა თქმა უნდა. მივარდი და თქვი და მივარდი რა გეთქვა რომ თუ არასდროს ვიძახდი რა. მოხდებით და შენ წეგრე გეგმით. თან გიხარდეთ მისგან განსხვავებით, ბომბარდირობით არ გამორჩეოდა. ვიცი, მაგრამ ვინც მისგან განსხვავებით, ანუ კეთყვი რა მომივიდა რა. რა თქმა უნდა ვიცი ორივე ინძაგი ინტერის მწვრთნელი რომ პიპო ინძაგი არის ვიცი ზუსტად ვიცი მეზიზდება რომელია ერთი გუნდის ერთგულები მოსა 10-იანი უნდა ავიღოთ ყველა რატო ამიხსნე იმიტომ რომ ესენი 30-იანს აიღებენ ბიჭო 10-იანი რო აიღოთ და ჩვენ 30-იანი რო ავიღოთ წააგეთ ხო და ეხლა 30-იანი დავიღოთ უკვე უთხარი შენ ყველაფერი მეგობრებო 10 კულიანს თუ აიღებთ გიგანახათ ბიჭმა აგერ 40-ში ჩვენ გვემატება პოტენციური 30-იანად ხო
და ვაგებთ, კი ბატონო. კი. 68-40. კაი, რომელი 30-იანი ავიღე? ერთი გუნდის ერთი გოლები. ჯობია, პოკერი. ყველა ვიცოდი რა ეს დავაჭირე. არა, ეხლა 4 გოლი ვის აქვს გატა? ამიტომ რა ხული კითხვა იქნება. გავღიზიანდი შეჭმარა. აი, ერთი არის მე გოლები და ის 30 ერთი გუნდის ერთი გოლები 30 ხო არა. დღეის მდგომარეობით 701 ჩატარებული მატჩი კლუბში და 66 ამავე კლუბის B გუნდში. ჯერ 33 წლისაა და ვინც ის კიდევ რამდენჯერ მოუტანს ამ არგენტინელ მწვრთნელს წყალს. მწვრთნელია? არა. აბა? ეს ტიპი მოუტანს არგენტინელ თვითონს. აბა. დღეს შეიძლება ჩატარებული მატჩი კლუბში და ფეხბურთელი ჩატარებული გამოიწვია. და 66. ერთი გუნდის ერთ გოლები ქვია კატეგორიას. დღეს ჩატარებული მატჩი კლუბში და 66 ამავე კლუბის B გუნდში. შეიძლება 13 წელსა და ვინც ის კიდე რამდენჯერ მოუტანს ამ არგენტინელ მწვრთნელს. ანუ ეხლა მწვრთნელია. არა. ო, ბატონო. ამ არგენტინელ ფეხბურთელი მოუტანს თელს ხალხს ამ ხალხს აძლევდა ხო? ამ ნიშნავს რომ თვითონ არის არგენტინელი მწვრთნელი. აი. ხო და არგენტინელი მწვრთნელები ვინც? ესა? და B გუნდი ანუ რა ისა ვიცი? თქვი არა. B გუნდი რას ნიშნავს იგი? ან მეორე გუნდი რა. მეორე ბიჭო, ერთი ბეგუნდი შეიძლება იყოს მესამე ლიგაში ან მე მილანის B დივიზიონის მილანის B დივიზიონის არა. რა. იტალიის. როგორია? ის ბრაზილიელია. გამახსენე არგენტინელი. სიმეონე. დიეგო. კარგი, პასუხისკენ უნდა წავიდეთ. ნიგარი. ეს ციტა მაშ. რა ვერგარი ბრაზილიელია? ვინ არის ბრაზილიელი არგენტინელია? ის ანგრიმენის პასუხი ამ შეკითხვაზე არის მოდი მაგაზე დამიჯერე არგენტინელია. ჯერ და მე სისულელია ნიკა. გეუბნები ბიჭო, რას მასწავლე? მაშინ კაი მიდი ჰა. სწორი პასუხია? რა სისულელია? სიმეონეს. იმედი გვაქვს რომ სწორი პასუხია? სიმეონე. დიეგო სიმეონე. შუში. ფეხბურთელი არ უნდა ითქვა. პასუხი მივიღე. ბიჭო სიმეონე. მე უკვე თქვენ მეგობრებო მგონია რომ გამოცდილები ხართ ამ თამაშში და აი იმ ჰინტებს ხედავთ რა შეკითხვებში არის. წყალს არის ჰინტი ალბათ. ეგ ჰინტია, მაგრამ ამ არგენტინელ მწვრთნელს დიეგო სიმეონეა. მაგრამ ეგ გამოსაცნობა არ იყო. ვინც ის კიდევ რამდენჯერ მოუტანს ამ არგენტინელ მწვრთნელს წყალს, ეს კაცი. ვინც უნდა გამოიცნო. არ გვიპასუხია ჟეშო. რა. მიგჩნევნი არის ეს კაცი. ზოგადად აი ესეთი გამოთქმა არსებობს. რაღაც ყოველთვის წყალს არ მოიტანსო. კოკეა, კოკე. სწორი პასუხია კოკე. როგორ არ დიეგო სიმეონე მივხვდი რომ იყო უეჭველი, მაგრამ კოკეს არ ვიცოდი რომ 701 თამაში ჰქონდა ჩატარებული. კარგი, ეხლა რა ხდება თქვენს მხარეს მითხრათ? მე 10-იანი ავიღოთ და მივცეთ ჩანსი მეოთხე რაუნდი ვითამაშოთ. ხო ეგრე გამოდის. არა შეერა. კოკ ბიჭო, 10-იანი რო თქვენ აიღოთ, იქეთ აძლევთ შანსს რომ მეოთხე რაუნდი ვითამაშოთ. გინდა მეოთხე რაუნდი ვითამაშოთ. მე ვისი ამოვნებდი. აი მოდი ესე ვიზამთ რა. ჩმორებივით მოვიქცევი. 10-იანს ავიღებ. უეჭველათიან რა იყოთ ისე და სტას. როგორ არა, რომ თუ რამეა თუ გამოიცანით ბოლო, განიჩიავდება რა. ხო მაგრამ თუ კოკე დამეჭირა, ბიჭო, წყალს მოუტანს, კოკა ყოველთვის წყალს. ესე იგი 10 ფულიანი შეკითხვა. კაიგი. ერთი გუნდის ერთგულები პასუხობს ჰამაკი. მართალია ეს მცველი 2 სეზონი შტუტგარტში იყო განათხოვრებული, თუმცა მისი სახელი რა თქმა უნდა თავის მშობლიურ გუნდთან ასოცირდება. 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე გამხსნელი გოლის ავტორს კარიერაში წითელი ბარათი არასდროს მიუღია. არმაცდიან კითხვას არ მაცდიან ფილიპ ლამის სწორი პასუხია 78-ით 48 ხდება ანგარიში. სანდუშოვანი ეხა თუ გამოვიცანით? აუ რა ხდება ეს? ვინაც ვერ დავაჭიროთ და ვერ გამოვიცოთ და 40 ჩამოვიდეთ -30-ია. -30-ია. თუ მეცოდნენ რომ უეჭველი გავუვარდ. უყურე მაგ თამაშს. ბიჭო, კოკე როგორ ვერ გამოვიცეთ? მეორე კოკე რა ნახე კოკე. ხო. დალეული მაგ მეორე კოკესთან. ეხა იცი ამას სევილიეს კოკესთან დალეული. მართლა? აქ იყო ჩამოსული ხარ და უნდა გავუვარდყათ უეჭველი ყურადღებით ხარაჩი. ერთით ხონა მაქვს რა, ხმა არ აი მიდი ამოიქოთ. დააცა. ვსო, მეგობრებო, ვიწყებ შეკითხვის გაჟღერებას. რა იქნებოდა product placement-ის ყველაზე კარგი ადგილი თუ არა? გადამწყვეტი შეკითხვა, მაგრამ იქამდე შეგახსენებთ რომ ჩვენი წარმდგენია BetFly-ები. მოდი ჯიმა, კარგად. მოისმინეთ შეკითხვა. ამ ნიდერლანდელის მომაკვდინებელი გოლიადორული უნარები საკუთარ ტყავზე არაერთმა გუნდმა გამოსცადა. მათ შორისაა პრაღის სლავიაც, რომელსაც მან 2004 წელს პოკერი შეუსრულა. დაგვისახელეთ ვისია საუბარი,
თუ გეტყვით, რომ გაჭიროებაში მყოფ საკუთარ გუნდს, ის 2024 წელს რამდენიმე მატჩით დროებითი მწვრთნელის რანგში დაუბრუნდა. მე მგონი ვესწრაფები. აუ ვიცი და დავაჭირო. ბიჭები 2024 წელს YouTube-ს უფრო აკეთებდნენ თუ აუ თუ იცის მე მგონი ვიცი. შეიძლება მე მითხარ იმათ მილაპარაკები დროს კარგი. კი დავაჭიროთ. დავაჭიროთ. ეგეთი დარწმუნებული ხა? არის და აბა აი ესე მითხარ. ესე გამიგე მითხარ. ჩამოთვალე. ჰა? ხო რა. ჩეკეთში თამაშობ და ნუ თუ არა ჩემი რეაქცია მე ვერაფერს არ მოგწევს, მაგრამ ნახოთ. მან ვაწყობ. დაჟე იმ რამოდენიმე თამაშს ვიხსენებ. მაგრამ არ ვიცი, ეგ იყო ტრენერი. მიზე იძახით. Hungryman. წავიდეთ მოდი პასუხისკენ. ჩამოთვალ თუ გინდა ვინები არიან რა. ჩვენ არ არ. ამბერსი, რობენი. ნიდერლანდელი ვინ დაგინახი 24 წელში. რამდენი წუთი აქვს? ბიჭო ვინ შეიძლება იყოს ვამპერს? 18 წუთში მიპასუხებ. რობენი რას ხან მე სნეიდერი 4 გოლი სნეიდერი მგონია რა. ჯერსამ სლავიას. ვინ არის კიდე ნიდერლანდელი? ბიჭო გოლიადორი სნეიდერი არასდროს არ ყოფილა. როგორ არა? ანუ ვამპერსია. ვამპერსი არის ანუ რობენი, მაშინ რობენი უნდა დატო. იყოს. რობენი სად დაუდგა? კიდე ვინ არის? ეს რა გოლიადორი. ძველი ხო არა? არა, გოლიადორი. 2004 წელს ვამპერსი ვამპერსი. არ იყო დაბადებული ჯერ. ვამპერსი კი არა. 10, რობენი ბებერი. 9, 8, 7, რობენი ტრენერი. 5, მოდი თქვათ რომ 4, მე სნეიდერი მგონია. 3, ხაროთ რობენი. 2, შენ რატო ერთი. გითვლი უკაცრა? წამყვანო სწორი აქია. პასუხი არის ერთ-ერთი უნდა. თუ გაიჟღერა. ვერ გეტყვით ვერაფერს. ჩვენ გინდა ვაშკაცო ბიჭო მოვწერ დავაჭირო. გოლიადორი სნეიდერი არ ყოფილა. ბიჭო, როგორ შესაძლოა არ მოიქცევით, არა ვინ? არის იყო, თავდასხმელი კი არ არის. ხაროთ რობენი რა. არა? აუ გიყურებელი კიდე რა. ანუ ვამპერსი რატო გამოირიცხა? ბიჭო, ეგეთი მარტივი იქნება რა ვამპერსი, რა არ ვიცი, წავედით რა ვერ პასუხისკენ. გეუბნები. 2024 წელს რამდენი მარტი დროებითი მწვრთნელის რანგში დაუბრუნდა. დროებითი მწვრთნელი ვინ იყო ვამპერსი, რობენი, სნეიდერი, მაკედონ უნდა თქვათ. თუ არც ერთი არ არის, ნუ გვაწვალებ. კაი, მიტყვით 20 წამში ზუსტად პასუხს. ამასაც 20 ბევრი მოითხა. აუ იმენა, oh my god უნიები ხარ. 2024 წელს რამდენი ბიჭო, სწორი პასუხია ბიჭო, მის სნეიდერი მგონია, მაგრამ შენ გადაწყვეტე რა, მართლა არ ვიცი. მე რომ აწყვეტინე. გოლიადორი არის. გუნდის კაპიტანს ნიკა ვასაძეს მივმართავ. ვინ უპასუხებს ამ შეკითხვას? გუგა. თუ გინდა ქორო. გუგა მოპასუხებს. არა, მე სხვას ვუპასუხებ მაშინ, რაც გითხარი, მაგას აღარ ბიჭო, მოდი ვამპერსი მგონი. არა, რატო? ბიჭო, 4 წელს უფრო გოლიადორი ვამპერსი იქნება. გოლიადორს ნუ მივყვები მარტო. ნუ კაი, მაშინ უპასუხე. არა, არა, მედი კაი. პასუხი მინდა. მიდი უთხრ. ქვი. სწორი პასუხია ქვი. ვამპერსი. მე ვიცი კი. რობინ ვან პერსი. ეხლა რა ხდება? ეხლა დავაჭირო. ეხლა რა ხდება? ეხლა თუ დააჭერ გამინუსტები არასწორ პასუხზე. არ არის. დააჭირე, გთხოვ. მაგრამ არა, სწორი არა, პასუხი. სწორი პასუხი. მაგრამ აქ ეხლა რა ხდება? არც ერთი არ. თუ მეგობრებო, თუ მართლა? ეს პასუხი სწორია, არაფერი არ მოხდება დარბაზში და გადავალთ მეოთხე რაუნდში. და ეს არის ვან ნისტერლოი. რუდ ვან ნისტელროი არა, არის მოხერხდა, სწორი გული პასუხი და გამარჯვებულები არიან ჰამაკის წარმომადგენლები. ნისტელროი რატო არ ფიქრობ? ნაბნელი არ მახსოვს. შეკოჩი. გაითამაში იყო. ნისტელროი როგორ არ გავუწევ? აუ, შეჩერება, ყვერები. შენი იმედი ლაუქნა შეჩ. აი კი ძალიან აფრი მარშალი უეჭველი გვეგონა რომ გამოიცა. არ გვითხოვ, არა, ფიქრობ. თავიდან მე დაჟე გუყურე მაგის თამაშს და ანუ რო დავიწყეთ არ გაგისკდა. მე ვთქვა Hungry Man-ს რომ ამ ფინალურ ეპიზოდს აი ამ მარშალის დინამიკებში უყუროთ თუ შეიძლება. მადლობა. ქორო საათს აჭუკრა. და ჰამაკის წარმომადგენლებს მივცეთ, აი აქ ორივე შეტყობდით, მეც მინდა თქვენთან ერთად გადაშემოხვედრა ახალი iPhone 17 Pro-ები. გილოცავთ მეგობრებო. დიდი ბრავო ბიჭები. საუ, მართლა გაითამაში. ძალიან კაი საჭუარი ეს ესიმია თუ რომელია ეს? ჩინურია ეხლა ჩინური, მართლა ხო? არ მოგცემთ. აია. ვახ. მე მგონი გოგინა და რას ხოც ერთი პირობა გეთამაშებთ? თქვენ ტელეფონს დავთ. კი, რა თქმა უნდა. ხო, რა დატოვებული მაქვს შემოსასვლელში ხო, და რა, ჩემი Nokia 3600 ლურჯი რო არ ყდება ეგეთი. კარგი, მოკლედ სნეიკია. ძალიან დიდი ჩვენ უფრო მადლობა. დიდი საჩუქრით გვიყურეთ. თქვენ უფრო დიდი საჩუქრით მიდიხართ. კი, მე რო გავალთ უფრო დიდ საჩუქარსაც. დავაჭერინე. ესეთი საახალწლო იმოიქოროს რა. ჰო. მადლობა ჩვენს წარმდგენს BetLive-ს
მე ძალიან გთხოვთ რომ გამოიწეროთ ბილაივის YouTube არხი რომ უფრო მეტი სტიმული გქონდეს აი ასეთი სუპერ ხალხის გამოჩენის ჩვენს ეკრანებზე და გილოცავთ დამდეგ ახალ წელს მეგობრებო მიულოცოთ რამდენიმე დღე დარჩა ესეთი ახალი წელი დაგდგომოდეთ ყველას და ღმერთმა ყველას მოგაგებინოთ ცხოვრებაში ყველაფერი რაც მოსაგები იქნება რა დაიხარეთ Hungry-men თქვენც გილოცავთ დამდეგს კი Hungry-men ვასაძე გილოცავთ ყველას ბედნიერები იყავით ბედნიერი ახალი წელი და რა ვიცი სულ გახარებული დღეები გქონოდეთ ერთმანეთზე უკეთესები რა ხავი და ბარაკა არ მოკლებოდეს თქვენს 4-ვე მონაწილეს უნდა დაეთქვა რომ ძალიან მოეწონა შენიცი სპორტის YouTube საახალწლო ედიშენში მონაწილეობა მოდეოდეს კითხავდი მაგას მაშინ მითხარი გეტყვი რომ დიდი სიამოვნებით ვითამაშებდი სულ ავიყვანდი ამ პროექტს ოღონდ არა ძალიან მიყვარს რა შემინია 1-5 საათი ვითამაშო აი ეგეთი რაღაცეები რა ძალიან დიდი ძალიან დიდი სიამოვნებას მეგონი გაითამაში იყო უნდა გეთქვა შორის არ მომწონა ანუ მოეჭვანა მას არ გჯეროდა თავიდან რომ ჩვენ ამ უყურებთ და არა და მართლა ჩაგაბარებ კი ნებისმიერ რაც შეეხება ჩვენს კომენტარს ჩვენ ძალიან ცუდად ვითამაშეთ ბიჭებმა ძალიან კარგად ითამაშეს და დამსახურებულად მივიღეთ ჩვენ მარშალი რაც არ არის ცუდი ნიკა ახალ წელს და ბიჭებმა iPhone-ი მაგრამ აქ თავარი ის არის რომ გავერთეთ და ძალიან კაი სიამოვნება მივიღეთ დღევანდელი აზარტული თამაშით სიმონ ინზაგი უფრო მეზიზღება ჩვენს მაყურებელს შენიცი სპორტის ძირი მთავარი გადაცემის მეორე სეზონით დაუბრუნდებით. რა ხომის. აქვე რომ გავხსნა შეიძლება? ხო.